ნონა ქუთაისში ჩავიდა კბილების გასაკეთებლად. ეხლა რა უნდა გთხოვო ფიქრო ხვიჩას ყურამდე მიიტანე რომ ქუთაისში ვარ ჩამოსული და art dental house-მა გამილამაზა კბილები ეგ ხო მიჩაგრავდა სულ მე ჩემ კბილებს და 1000 კბილი რო დასაპლომბი გქონდა არ მიკეთებდა ხოლმე და არ მაკეთებინებდა რომ ეჭვიანობდა ხოლმე ხო და ეხლა გულზე გასწრეს ქუთაისში ვრჩები უნდა ვისაყვარლო ვინმესთან აი ეგ მიუტანე ხო მაგის ყურამდე კაი ხვალ ორზე ნუნებზე ვარ ხო გეი ხო და ამომწერე გაიგე გეი გამარჯობა ერთი ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება გეი ნუ და რა ჭაჭარო მომცე რა 1 ლიტრი დავშორდი და ძალიან მაგარ დეპრესიაში ვარ რა გეი ბიჭო დავშორდი ერთხელ დავშორებულ ვარ თუ ორჯერ აქცი შეჩი როცა სტუმრები არიან და ტუალეტში მოგინდა დედა ტუალეტში მინდა დე ტუალეტში გინდა მოიცა ვკითხავ ვინმეს არა დედა არა ყურადღება ჩემ შვილს უნდა ტუალეტში ნონა შვილზეა ნაწყენი აი ესე ლამაზად დაულაგებ ჩემ თორნიკეს დედიკოს ბიჭს და ისე რა ქვია გაუხარებ გულსა თორნიკე დე აბა მამიკო ეხლა კაცურად მითხარი დედაშენი უფრო გიყვარს თუ მე შენ გენაცო დე მეძახდი კი გეძახდი რა გინდოდა არაფერი სანდომა ახალი სნექები გამოუშვა მარილიანი ჭხირები კრეკერები და ასე შემდეგ და მინდოდა რომ შენთვის მომეცა მაგრამ ყური დაგიგდე მამა შენმა რო გითხრა მე უფრო გიყვარვარ თუ დედა შენია და შენ უთხარი შენაო კაი რა დე რა რატო წინს ხოლმე მომეცი შევჭამეს ხელი ეხლა მამა შენმა გიყიდოს საქართველოს მასშტაბით იყიდება ყველგან სანდომის კრეკერები და ჭხირები რა ვქნა გინჩვილი იყოს ვინც გინდა ის იყოს არ მაფასებ აი ესე გულიდან წაშლა ვიცი მე აი ეგრე გულიდან წაშლა ვიცი ალო დიახ სასწრაფო მინდა სასწრაფოდ გამარჯობათ რა მოხდა პაციენტი არის ცუდად გული აწუხეთ რამდენი წლის არის პაციენტი 87 რა ქვია პაციენტს მალხაზი რამდენია სიმაღლეში 187 სანტიმეტრი მის საყვარელი ფერი წითელი ვინ უყვარდა ახალგაზრდობაში ლალი ობლოიძე ჯოგაში რამდენჯერ მოსწია ცხრის კარტი ალბათ 7-ჯერ მის საყვარელი მანქანა BMW სერია ჯაზ უფრო უსმენს თუ ოპერას უფრო ჯაზ მაღაზიაში რამდენია ქვალი ბატონო დირექტორო თქვენ მეთამებარეთ თქვენმა შვილმა 6 ბიჭიცემა 2 გოგოს ფემიტიითრია და ყველაზე გაში ორიანები ყავს რა მოხდა რო იჩხუბა ძლიერ და იჩხუბა რა მოხდა მე ცემა 6 ბიჭი რა მოხდა მე მოიცა ურწა ალო დე მართლა ცემა 6 ბიჭი სიო დღეს ნიუ-იორკში მივდივართ მაჰეტენზე მობას გაფიცე მანანასთან ვარი მაგ 1 წელია ვალი და გეხოცებ მომეცი ქალი აღარაფერს აღარ ბიჭო სიგარეტს ვაბიჩოკებ რომ მეხოთ ბიჭო ბისკვიტს მობას გაფიცე გოგოსთან უნდა ავიდე უნდა გავიხადო ფეხზე და ნაცკი მაგ ახეული რამე მათო გადავები აბა რას ვიზავ ძმებია რა ბიჭო ხო შემოვიარე ბარსა მალიორკა მაგარი უპონტობა იყო ვაფშე არ გამისწორდა რა აუ შენ ძმობას ვისავარი მენა დუბაიში ვიყავი ვაფშე რა ფულები ვყარე ვერ გავერთე შენ ძმა რა ვიცი წამოეხ გუში გამოვიყვანე იმენა რენჯი ახალი და გავისეირნოთ რაღაცა რენჯი გიჭირს შეჭი რაღაცა პროსტა რა ხო ყოველდღიურად ჩავიდებ ჯიბეში რა კაი შეჭაია ჩიპსი მინდა დიდი მეც ლეისი შენ ჩუმადიყავი საერთოდ რა ვინ ეკითხება შენ ძროხა შენ ვინაა ძროხა ბიჭო მოდი აქ როზე გაგიჯო ნონსო ვიყო კარგი დამშვიდი შენ გიყიდი დორტოს შენ გიყიდი ლეის ერთმანეთი არ დახოჭოთ სახში მარტო ვართ მოგკლავ მიდი აბა მომკალი თუ მაგარი ბიჭი ხარ
20 წუთის შემდეგ. მოვედი. მოგიტანე ჩიპსად ხართ. რატო კადა გადმოტრიალებული? რატოა თეფშები გადმოყრილი? რატოა საერთოს მანქანა ამოყირავებული? ბავშვობაში იმდენად ხშირად მაგზავნიდა ჩემი მეზობელი მაღაზიაში, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა ბავშვობაში, იმდენად ვერ ვიტანდი მაღაზიაში გაგზავნას. ერთხელ გამაგზავნა პურზე ამ ქალბატონმა და რომ დაუბრუნდი, მე მითხრა შაქარი დამოვიწყდაო და შაქარიც მომიტანეო. კარგი, რა თქმა უნდა, გავეგზავნე. მოუტანე შაქარი და მე მაგის შვილი და მაგის ქმარი მოვიდნენ სამსახურიდან და ვაიმე დავიწყებიათ ისა სიგარეტი ვეღარ მოუსწრიათ რომ ეყიდას და მიდი ჩაიბინე ყოჩახო გენაცვალე შენა შენი ჭირიმე ძალიან მაგარი ბავშვი ხარ შენა რაღაცა და დავისტრესი არ შეიძლება ეგეთი რაღაც რა ანუ მოხვედი? ხო. უგეხოცებ მაღაზიაში ჩადდი სიგარეტი მომიტანე რა. აი, რო სკოლაში ვიყავი, ახლა ამოდი, აღარ შემილიო რა. კაი, ბიჭო, ვიდეოს ვიღებ. რა კარგად დაემთხვა. მე როცა მილიონი მოვიგე. 1 მილიონი მოვიგე. აი, მე პრივეტ, როგორ ახარ? და მოდი შევრიგდეთ. სტაროვა დათას გაუმარჯოს, როგორ ახარ? დათა, როგორ ახარ, შვილო? ხან ლამზირა ხარ? კი, ლამზირა ვარ. გამომაგდეს ნიუ-იორკიდან აცრილი არ ვიყავ, მეც და ციცოც. ხოდა ხა რასწრები გავიგებ, ფული მოგიგია, მოვედი, 1 კილო შაქარი მინდა, პური მინდა, ჩემს შვილიშვილს iPhone 13 უნდა, რა ვიცი აბა. შენ წარმოიდგინე, კიდე კაია საფრანგეთში არ დავიბადეთ. რატო? საერთოდ არ ვიცით ფრანგული. რა ის ეს ათვალე? ესა $10. 5. ძმას 7-ზე ნაკლებად მართლა ვერ მოგცემ. $3. ძმას 7-ზე ნაკლებად მართლა ვერ მოგცემ, 5 თავისი ფასი. მოდი $6 მაინც. კაი, მოდი $3. კაი, $3. დასათვალე. ლა? მე უნდა მოგთი $3? დასათვალე. ალა, ძმა, ეს ისე აკეთდება. მაშინ წავედი. კაი, ნა, დაიჭი, ჰა, დაიჭი. დღეს აღამოს ისე მოვალ. მოიტან სათვალეს და $10. $10? იყო 3. ეხლა კი 10 იქნება. რა ის ეს სათვალე? ეს $10. მოდი $8. დაგბრიდაო. მე ვიცი სადაც ცხოვრობ. ვიცი სადაც ცხოვრობ შენი ოჯახი. თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და შემევაჭრები, ავიხებ მაგარ $8. გაგთხრი თვალებში და ეს იქნება უკანასკნელი, რასაც ნახავ. $9. ბიჭო, დღეს სკოლაში გამიახარი მოხდა რა გავასწინე? იცი რეები მოხდა? რა და ჩარლი დამელიო მოვიდა სკოლაში, ჩვენთან გადაიღო სელფები, მე iPhone 13 Pro Max-ები დაგვილიკეს და მე ჯო ბაიდენთან ვიყავით ამერიკაში და იქ გადავიღეთ სელფები, ძალიან მაგარი იყო, ძალიან. ვაიმე ტელეფონი. კარგი, ხა მე შევაშინებ ჩემ დეგეთაშვეს და მოემზადეთ. ეხლა შევდროქები მოსკოვში. აი, ვიღაცა ნერგელისა, დალაგებული ხარ, მე უნდა იყოს. შეიხედე, შენ შეიხედე. შენი ეხა. სამი ფილმი, რომელიც ყურებიზე დროსაც ცერემელები ღვარავ და გადამოგივა ამ დამპალი ქუთუთოებიდან. პირველი, სორაიას ჩაქოლვა. სურო დაიფიცოთ, სურო დაიგინოთ, რომ შანსი არ არის, რომ ამ ფილმზე იტიროთ, ცდებით, იმიტომ რომ აუცილებლად იტირებს და ვისაც ტირილი გიყვართ, შეგიძლიათ უყუროთ სორაიას ჩაქოლვას. მეორე ფილმი, რომელზეც აუცილებლად იტირებ. ჩემი სამყარო, ასე ქვია ამ ფილმს, თურქული ფილმია და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიტირე. ეს გოგო დაიბადა უსინათლო და მუნჯი და ეს მამაკაცი არის მისი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ცხოვრებას, ასე ვთქვათ. ამ ფილმზეც აუცილებლად იტირებთ. და მესამე ფილმი, სამწუხაროდ მესამე ფილმი არ გამახსენდა. წარმატებები. ახლა რა მოკლედ აღარ შემიძლია რა. ამ სახში ყველაფერი მე როგორ უნდა გავაკეთო რა. საქმელი მე გავაკეთო, სარეცხი მე გავფინო, საღლი მე დავალაგო. ამ ყველაფერი ამდენს ადგილას. ახლა დღეში ეცა. შენ რას მიყურებ? რას მიყურებ რა? ატეკი გაატრიე ხელი კაცო რა. აგი ჩემგან აკიდა მე ვერ გავიგე რა. შარში ხარ? რა დავაკეთო? დავალაგო საქმე. დე. რა, კაცო. აღარ არის რა. დავუწუ დედა. აღარაფერი, ვაიმე გამიჩნდა გული ქალოდი. არ მინდა არაფერი კაცო. მე კი რაღაცა რა ვიცი დამოწყო უკვე რა ვა, ჩამერიცხა როგორც იქნა ხელფასი, ჯიბეებ დატენილმა უნდა დავიწყო ეხა ქალაქში სიარული და ვაფშე ყველაფერი უნდა ვიყიდო, რაც გამისწორდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემიძლია. უჰუ!
მაგრამ სანამ ამ ყველაფერს ვიზავ, მანამდე პატარ-პატარა პრობლემებია მოსაგვარებელი. მობძანდით. აბა ეხა ბინისქირა გადაიხადე ჩქარა, დღეს ზედმეტი ლაპარაკის თავი არ ამაქვს და დროზე 800 ლარი ჩარიცხე და წავალ ეგრევე, კარგი? ამ თვეში მესამეჯერ მოხვედი უკვე რა იყო, რა ნახე, რა ვერ გაძეხი. რამდენჯერაც ვიდეოს ჩაწერ, იმდენჯერ მოგიწევს გადახდა, ბიჭო, ხო გასაგები არის? გადმოგირიცხე, ხო, ბევრს ნუ ვალაპარაკო, წადი მომშორდი ეხლა აქედან. აბა მომავალ ვიდეომდე, ჯიგარო. ესე იგი დაგვრჩა 1200 ლარი. კარგია და მოგძანდით. ღია. აბა გადავიხადოთ ეხა კომუნალურების სასტრაფოდ. შენს გარდა 25 კაცს არ ვარ, დღეს კიდე მისასვლელი და ცოტა მალე რა. რა და რამდენი მაქვს გადასახდელი მითხარი. ესე იგი ეს დღეები გაციებული იყავი და გათხოვა ქონდა ჩართული, ხო? ძალიან საინტერესოა. ანუ ბევრი დაწერა? კეტყვი ეხლავე. აუ არა, დამინდე, გთხოვ ძალიან ბევრს, ნუ მეტყვი ეხა, ნუ გადამრევ და ნუ გამაგიჟებ. დენი 55 ლარი, წყალი 23, ლიფტი 12, გაზი 500 ლარი, არსებობის 10 ლარი, ამასთან ერთად ინტერნეტის და ტელევიზორის 150 ლარი და რავი, ჩარიცხე, აბა წარმატებები ეხა დროულად. რა ამბავია 500 ლარი, მარტო ერთი კვირა მქონდა ჩართული ეს გაზი, მთელი თვე კი არა. მერე რა, ხო გაგათქო, ხო გააკეთა თავისი საქმე და რაღაცოსო ზედმეტ კითხვებს ჩარიცხე ეხა და გამიშვი. აი ხო, აი ჩაგირიცხე და დამტოვე ეხა, წადი რა ნერვებზე ნუ გამშლითო. აბა შეხვედრამდე ჯიგარო. დაგვრჩა 450 ლარი. ესე იგი ეხლა განვადებებიც გავისტუმროთ, მოვა წუთი-წუთზე ვაჟბატონი და მერე თუ რამე ფული დამჭა შაურმასაც გამოვიძახებ, რა იქნება ამ თვეში მაინც ჭამო. და მეც მოვედი, აბა რაკენი გამოკეთდი ბოლომდე? თავი მყივა ოდნავ და მახველებს, მაგრამ შენ მაგას თავი დაანებე და მოდი საქმეზე გადადი. კარგი, კაი ამბავზე რო არ ხარ მოსული, ვიცი უკვე. ანუ ტელევიზორია 250 ლარი და ლეპტოპი 150 გადასახდელი. კაროჩე, რა ყველა თვეში ვიწურები, ერთხელ არ შემარგოთ ერთი თვე ბოლომდე რა. აი ჩაგირიცხე და წადი ეხლა აქედან, დაახვიე. არ მოიწყინო, აბა მალე დაუბრუნდები, მანამდე კიდე გამოჯამთელდი ბოლომდე, ძლიერი უნდა იყო, მგელი უნდა იყო, ბიჭო, მგელი. 50 ლარი გადაგვრჩა, ესე იგი ხა შაურმა გამოვიძახო თუ სამგზავრო ვიყიდო, რაც თელი თვე მატარებს აქეთ-იქით. მე მგონი სამგზავრო ჯობია და დაგვრჩა 10 ლარი, ამ 10 ლარით რაღა ვქნა, რაში მეყოფა. ალიო, გისმენ, შენ რაღა გინდა, ბიჭო. ბიჭო, ერთუց მომისმინე რა საქმე მაქვს უცბად. შეგიძლია 9 ლარი რო ჩამირიცხო ტელეფონის ნომერზე, ისა ერთკვირიანი ლიმიტო ინტერნეტს გავიაქტიურებ და მე ხელფასზე ჩაგირიცხავ უკან. აი, ნუტირი შეჩემა რა უშავს მერე რა მოხდა ბოლოს და ბოლოს გაგიზიარებ ხოლმე და ერთად გამოვიყენებთ ხო მაგ დედა შეცემულ ინტერნეტს. ლუკა შოთა ისა გელა ნათია, მოდი მომეხმარე რა. ჩემი სახელი არც ერთი არ იყო. ხო ისა ჯეკა, მოდი. ეგ ჩვენ ძაღლს ქვია. გათახსირებული ნათელა ხარ. ეგ მეზობელია. მოიცა მივხვდი, ქოშაჯვიანი უგზარა. ეგ მარი. მოიცა ზემინარი. ეგ ბებოშენს ქვია. კალბასა. ეგ წინა კვირას მოგვიკვდა. რა ვიცი, ავთანდილი მაშინ წამოდი. ახლოს ვიყავი, გვიდონიკო, მოვდივარ. დიდი ხანია ვიდეოები არ დამიდია სიმღერის და მინდა რომ ერთი შემოგთავაზოთ და ამას ქვია ბიჭი რომელმაც შუაღამე ძაღლი დაინახა. ძაღლები. ვაიმე დედო. დრო დავიძინო. აი ხო ვიცოდი, ხო ვიცოდი იმენა რომ შენ მithვალ თვალებდითო. აი ხო დამინახე, რა მოხდა, ვერ დავიმალე შესაბამისად, შენი შეშინება მინდოდათო. იმენა ავანტებს უკ ჩავაკრობ, შენ კიდე ვითომ არ ახარ მანდ. აი მაინც დაგიჭე შენ ბიჭო, იმენა წყნარად არ დაგაძინებ ერთი ღამეჭი. არ გამოგდის, ხო ხედავდა, წადი რა აქედან ძმაო. გამომივა, აი ოდესმე გამომივა რა და შენ მაინც ჩაგავლებ. მაინც არ ჩავაკრობდი შუქს სანამ არ წახვიდოდი, ანთებულ შუქში დავიძინებდი, თო მერე რა მოხდა? არა და შუქი რო არ ჩაგერთო იმენა მოგიტყნამდი კარგი სტრაქს. არ გაბედო და არ ჩაიხედო ნაგვის ურნაში ღამის 6:35 წუთსა და 20 წამზე, რადგან შეიძლება სპანჯბობი დაინახო და ჩაგიზახდეს. და კიდევ მასწავლებელი ტუალეტში გასვლას გიკრძალავს მოუპსი კლასში. ხელფასით ჩაირიცხა, მთელი 2000 ლარი ჩვენს განკარგულებაშია და როგორც ყოველთვის კარგია, ძალიან კარგია. უკომენტაროთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ.
ეს ნახე რა, უსიტყვოდ შემომიშვათო, ხომ შვიდობა გაქვს ჯიგარო. ნელ-ნელა ვცდილობ რომ შევეგუო ამ ყოველივეს და ამგვარი სტრატეგიით ნერვებიც მინარჩუნდება, ბრატ. კარგი, მაშინ რა გაეწყობა, ბარემ ჩამირიცხე ის 750 ლარი, თორე ამჯერად მთაში გაგიშვებ ხინკლის მომხვევად. არა, მადლობა, ხინკალი ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია ქალაქში დავრჩე და აქაური ხინკალი ვჭამო. ჩაგირიცხე და შეგიძლია გააჯო აქედან. დროზე! შენ ცოტა წესიერად მელაპარაკე, ბიჭო, თორე 900 ლარს გაგიხდი ბინის ქირას, ხო იცი, მიზეზები არ გამომელევა. ესე იგი, დაგვრჩა 1250 ლარი და ამდენი ვალია კიდე გადასახდელი და მობძანდით. როგორ ახარ ჩემო ძმაო, აბა რას გვეტყვი ახალს, როგორ გემსახურება ჩვენი ელექტროენერგია, გაზიც კარგი იქნება ალბათ, თბილი ბულიონი, ცხელი წყალი და რა ვიცი. კაი, ხო, გეყოს ეხა თქვი რისი თქმაც გინდა, რისთვისაც მოხვედი და მერე შეგიძლია ახვიო აქედან, ხო გაიგე? დავიწყოთ, დენი 50 ლარი, გაზი 240 ლარი, წყალი 15, ლიფტი 12, ინტერნეტი და ტელევიზია 85 ლარი და არსებობის 3 ლარიც. აბა ჩარიცხე ეხლა. მაიცა 85 ლარი რატო სულ 80 ლარს ვიხდი ხოლმე და ეხლა რა შეიცვალა ამჯერად? სპორტული არხები რო დაამატე, აბა რა გეგონა ჯიგარო, აქციაში მოყევი? აქციები დამთავრდა, ბრატ, ახალმა წელმა ჩაიარა, მოვიდა 2025, ხო გაიგე? კარგი, ხო, აი ჩაგირიცხე, ხა მიტრიალდი და წავიდა. აბა შეხვედრამდის ნიკუშა ძმაო. 845 ლარიც არ არის ცუდი, საკაიფოდ დავიზოგე კომუნალურებზე. სამაგიეროდ განვადებები გაგინძრევს ძირფესუიან სიღრმისეულად და ხო მეც მომენატრე როგორ ახარ აბა რაშვები. აუ მიდი თქვი შენი სათქმელი და მერე მიხევი იმათ რა არ შემცა. ტელევიზორი რომელიც სულ ნანას გიმღერის ყოველ საღამოს ითხოვს 250 ლარს, ხოლო ლეპტოპი რომელიც გამოტანიდან 2 თვეში ყლეზე დაიყიდე და ტყუილად მტვერში ბანაობს, მოითხოვს 150 ლარს. ჯერ ეს ერთი თვალებში ნუ მიყურებ, კომპლექსი მაქვს და არის სიამოვნებს. და მერე მეორე, აი ჩაგირიცხე და შეგიძლია წახვიდე. აი ხო, დაბლა ვიყურები, აღარ შემოგხედავ, აბა შეხვედრამდე ჯიგარო. 445 ლარი დაგვრჩა, ეხლა პატარა ვალები გავისტუმროთ, ესე იგი 100 ლარი იმყლეს, 75 ლარი ჩვენ ძმას და მეგობარს, 2 თვე არის უკვე მელოდება და ცოდვა, ბარემ ჩაურიცხავ და დაახლოებით 170 ლარი უნიტაზის ხელოსანს, იმიტომ რომ დამიაპდეიტა წინა კვირაში და ფული არ მქონდა თან. დაგვრჩა უკანასკნელი 100 ლარი და ამ თვეში მაინც შევჭამ შაურმას. გავსტარტავ ჩემს საჭმლის აპლიკაციას. მოიცა მირეკავენ. ალო, რა ქენი, აიღე ხელფასი? თუ დედა მოუთხანი როგორც ყოველთვის ტრადიციულად. თითქმის ბოლო 100 ლარი დამჭა და რითი შემიძლია რომ დაგეხმარო? მართალია არ შემიძლია ბევრად რამით რომ დაგეხმარო, მაგრამ მაინც კითხავს დილობის პონჩი. კაროჩე, ეხა შენ შვილო მიდი ერთვიანი ულიმიტო ზარები გამიაქტიურე მაგდის ანგარიშზე და ბარემ ულიმიტო ინტერნეტიც მოაყოლე, გაიგე? და შენ ვერ იზავ მაგას ჩემს გარეშე, აიყო ფული არა გაქვს, სუმე რატომ თხოვთ ყველა, რატო გამიტრაკეთ, შენ კარგი მოწყნულო, ფული რომ მქონდეს, შენ ხო აღარ გთხოვდი, არა რო გეუბნები, ჩამირიცხე, ესე იგი უნდა ჩამირიცხო და ბევრს ნუღამა ლაპარაკებ, ხო გასაგებია? ყველაფერი მზადაა რა და მოდი პირდაპირ გაგითიშავ, კარგი? ესე იგი, ერთვიანი სამგზავროც უნდა ვიყიდო, ეგ შენი 40 ლარი და მრჩება ბოლოთ 16 ლარი, რაც უნდა მეყოს მთელი თვე საჭმელზე. ვა, გიოს ვენაცვალე, როგორ ახარ ძმაო? კარგად, მადლობა თავად. მეც რაშვები. რავი, არაფერს სახსკემი. შენები როგორ არიან? კარგად, მადლობა. ყველაზე სწრაფი ცხოველი? ლეოპარდი. ყველაზე მაღალი მთა? ევერესტი. რომელი საათია? 8:07 წუთი. საქართველოს ყველაზე დიდი კუთხე. იმერეთი. 5x5. 25. სადევასთან გოგო ეს ტელეფონი გული გადამიტრიალდა რა აღარ ვიფიქრე ღმერთო. ასული არ მეგონო სახლში იყავი უკვე. რომელ დაქალთან ხარ? დამალაპარაკე აბა დედამისი. ბებიამისიც. მაგათი კარის მეზობელიც მალაპარაკე. კატასაც მიეცია ბაყურმილი. მაგათ ოქროს თევზი წყავდათ. ასე სად მიდიხარ გოგო? კაბაგაცლია თუ კამარედება? ამილაპარაკოს იმ დაფელი სამასადლო. ფეხს ვერსად ვერ გაადგამ სანამ სახლს და ასე მიმდინარე სამ უბანს და სამ ქალაქს არ დაალაგე. თელ ჩემს სამეზობლოს ჭკვიანი შვილები მიეცი, მე რა დაგიშავე ღმერთო. რაცხა შენი ამაღლებული ხასიათი არ მომწონს და იცოდე თუ სევერინგი გეიკეთე და სადმე რამე გეიხრიტე მიმდინარე 23 წელი სახლში ფეხს ვერ მოადგამ. გახდები დედა და მე მიხდები ჩემ თავს და დანარჩენს მე გეტყვი. სად გაგიშვა? არ ვიცი, მამაშენს კითხე ისა სახლში უფროს. შვებს? ზატო მე არ გიშვებ, ფეხს ვერსად ვერ გაადგამ. რა 2 ლარიანს მთხოვ, გოგო, კიდევ შარშანწინ არ მოგეცი? არა, საიდან მოგაქერთი გამაგებინა რომ შენი ძმა უფრო მიყვარს. რადგან იმას ბინა ვუყიდე მანქანა და მიწა და შენ სასალფეთკე? ჩელენჯი ვიც კითხოს ვერ გამოიცნობს, ავახჩობთ ნაწილი 2. გიო, როდის წამიყვან კიდე დასასრულებლად? ეხა აღარ მაგ ფული და შენი აზრით ცისფერი თვალები უფრო მომიხდებოდა თუ მწვანე?
ზვანე. რაც მაგის. გიო, ყველაზე მეტად რა ფერის კაბა მიხდება? ვარდისფერი, იასამნისფერი. არა. ყველაფერი მიხდება მე. გიო, რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად? ლურჯი. არა, იასამნისფერი და ვარდისფერი უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ მე მიყვარს. ბიჭულეს ბიჭო რაღაც. კახეთში ვარ. ვილაჯიოში. ჩამომაკითხეთ ბიჭო. გიო. მოდის. გიო. ხალხებო, მოგვიროცეთ, მაგარა ვიხიდეთ. ძალიან მაგარი. ხალხებო, დაინახეთ ამ ნაფერმა მათყუა ვარქანა ვიყიდეთ და ერთკაციანი არ უყიდია ადამიანს არ ჩაუშვდე. საერთოდ გავიგულდე. ვაიმე, იცით რა მაინტერესებს? აი, რისთვის დამიბარეთ ერთი, ჰა? აი, თქვენი შვილი მირეკავენ ჩემ iPhone 28 Pro Max ჭიჭიკლზე, ვა? ხო. ვაიმე, არ ჭამს ეს ბავშვი არაფერს. მე აჭამე პლასმასი რა ვერ შეჭამს? მაშინ პულტიანი მანქანა აჭამე. მე iPhone-ი მშიაო. კაი, მაშინ iPhone 18 აჭამე. ძველი? ო, ძველი რო იყო ჩემ ახალგაზრდობაში, ხო, მიდი. მე გააგზელეთ ერთი. ორტავ ჩავსელფო უნდა. ნახე, ჩემსკენ მოდის. მიმტანია და მე დავუძახე. ეგ უმნიშვნელო დეტალებია. გამარჯობა, რას მიირთმევთ? ხედავ უკვე მეკითხება რას მიირთმევ, უკვე ზრუნავს ჩემს. მიმტანია რესტორანში ვარ და ლოგიკურია რომ აინტერესებს რას მიირთმევთ. ბოდიში ჩვენ უბრალოდ კერძებს ვარჩევთ. არ არის პრობლემა, დაგელოდებით. დაგელოდებიო. უკვე გრძნობები უძლიერდება. თუ ვერ შემჩნიეთ ჩვენთან ძალიან ახლოს დგას და სავარაუდოდ ყველაფერი ესმის. თუ ვერ აკეთებთ არჩევანს, შემიძლია გაგეხმაროთ. ჩემი არჩევანი პროცესშია, მაგრამ როგორც ჩანს, შენი უკვე გაკეთებულია. უკაცრავად? ეს უბრალოდ ხუმრობს, ესეთი სპეციფიური იუმორი აქვს. თუ გნებავთ, სანამ მოიფიქრებთ, რამე დასალევს მოგიტანთ. ხედავ, უკვე ცდილობს, რომ დამადროს. კმედებებზე გადადის. უკაცრავად, თუ შეიძლება, რომ სანამ ჩვენ მოვიფიქრებთ, ცოტა ხანი განეშოროთ აქაურობას. კარგი, როგორც თქვენი ნებებთ, აქვე ვიქნები. მადლობა. ხედავ, უკვე ყველაფერი შენებაზეა, ანუ შენ გადმოდგე ხანა ბიჭიო, ანუ უკვე ჩემგან ელოდება საფასუხო ბიჭებს. ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ნახე, არც მეყურებს. ეს ერთგვარი ტაქტიკა რო გამომიწვიოს. გამიგრძნობა რო არ ქონდეს, რატო ეცდებოდა ჩემ გამოწვევას? ამას მქონე ჩემი ძალად მოყვანა უნდა. I can't live, it's living without you. I can't live, I can't live on the phone. ახალ სეზონს გახსნილად ვაცხადებთ ახალი შაბათის შოუელები. რა თქმა უნდა, სცენარი ეგრევე ხელში მოგვაჩიჭა ხუსკიმ, რომელმაც გამაღიზიანა. აქ შევამჩნია ბრიტნი სპირსის სტილის პრიჩოსკით ერთი ლამაზი გოგონა, რომელსაც ძალიან უხდება. გვერდზე კიდევ მეორე ლამაზი გოგონა არ ჩამორჩება მას სილამაზით, მაგრამ ცოტა გასუხებულია ამ სეზონზე. მე აქ დავიწყე სცენარის სწავლა ძალიან ბეჯითად, მაგრამ ისევ ნერვები ამიშალა, იმიტომ რომ ცი რაღაცნაირად ნერვები ამიშალა და ისე გავღიზიანდი, ცოტა მივაწყევდი და უფალს რაღაცები ვთხოვე. აი ეს ბიჭი იმერელია და ცოტა მაგიზიანებს ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც თერჯოლა გაუდის, უწამდა და არ შემიძლია. თათიამ რაც ბარიატრია გაიკეთა, ცოტა აი ძალიან ვიღაც გონია თავისთავი და ისე მაგიზიანებს, მაგრამ პირდაპირ ვერ ვეუბნები ხოლმე პირში. ეს მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანი შემოირბინა. რაც შეეხება ჩემო კარგო სცენარს, ძალიან კარგი სკეჩები დამხვდა დღეს და ძალიან კმაყოფილი ვარ წარმატებები. დედა წავედი რამე. მოდი ერთი წუთი ჩაგხედო აბა. ყურებში მომენახე ყურები. სუბთად აკაკ. იმას აქ კბილები ხო გაიხეხე. ხო აბა რა ვქენი, ხო იცი რა სულ ვლითავს. იცი რატო დაუბნები. ჟუჟუნა დაიდას ძალიან უყვარს დაკვირვება ეგეთ რაღაცეებზე და არ მინდა რომ რამე თქვას. მიდი გაკოცედე. სახლი იწოდა ისე კარგად. არ ხენეთ, მაგრამ ძალიან მალე ჩააქრეს 7 სახანძრო იყო, ხო თუ 6? მას დავალება გავიწოდა. მე ახლა დავიწყებ სიმღერას და დათუნა გააგრძელებს.
თუმცა ბევრი რამე მქონდა გული ისევ შენთან მხოვდა Because when the sun shining greater Told you I'll be as forever All my heart was seen ონეტავი ერთად იყოს წაღმარი და თბილისი აღარაფერს არ გადავშვი თუ მინდა მოსგა ტიკო ჩემი ძმა ჩემი ლექსემი ჩემი მინდოზა ჩემი ჰა აბა ცეკვა წავიდა Could I hold it for a lifetime Could I look for that time Who run the world girls Who Wonder shit შენთვის უკმენია ძაღლს არასოდეს არ უკმენია ჩემთვის ძაღლს ცხვარს უკმენია ბავშვობაში მიკმინა ცხვარმა როგორ მახსოვს რა პატარა ვიყავი უი მე რაც რა არ გაიკეთე რა საჭირო იყო ეხლაც რა მე მჭირს მოკვდი მომკლა იმის კმენა გაუმარჯოს კაიკაც როგორ ახარ კარგად ძმაო შენ როგორ ახარ მეც რა ხოხა ჯიგულად ბიჭო რა ხდება შენსკენ ახალი შენები როგორ არიან კარგად ძმაო მადლობა გაიხარა შენსკენ ხო ჯიგულად კი ძმაო აბა მიდი წარმატებები და ნახავ მე მიდი ძმაო ვინ იყო თო ბისკუიტი ეხლავე ტექნიკურად გადავღებ გოგოსურად უცებ აი ყოს ძლივ ციგნი გადავშალე და რაღაცამ დამაინტერესე დამანები თავი რა ბიჭო ეხლავე გთხოვს სანამ წავიდე დროზე ტექნიკურად გადავღებ სურათი ტელეფონი გვაქვს და თქვენი შვილის ასაკი? ჩემი შვილის ასაკი? მოიცა? მამა რამდენი წლის ხარ? 16-ის. გეი. აი ხად ვალიშვილის გამო გავიღვიძებ შვიცაძე. ბიჭო შვიცაძე ადგების ეტატაზე გადართავ და დაждები უყურე, რაიგე? გეი. იქანს გეუბნები თუ რა ვერ გავიგე ჩამო რა დროს გიო მე ჩამოდივარ 100 რომ ბურგერ ფერედაისის ერთ ბურგერში შევჭამ 4 წუთში 200 ლარი ჩამოდივარ და 3 წუთში 3 წუთში ჩამ? ფაზერია რა აი ბატონო აურა ხელა მოგლეს მინიშნავ მე 3 წუთს 1 2 და 3 ჩავხტაი მე აი ესე ითუზო რომ ამიწურება დრო დაიკავს მე მე ჯამო დასობაში Я смотрю. О, ძალიან დიდია. ვა. მაგარი გერია. Что это? Смотри. Войны. Шанс я так. Что это? Ой, что? Ну, вот так вот. Он не берет. Возьми. Сам не берет, я махла. Yo, что это? О, ну я. Ну, вот я сейчас. სისულელი გავაკეთე. აუ, დაჟეთ რომ მოჩა. აუ, კაი რა. აუ, არ მოგამი ჩელენჯებინა, აი. დებილი ვარ. ეს მოგებოდა ჩამოვიდი, ურის წელში. გადი. ოუ, აი რაღაცა იყო. საულ ბურგერფერი და ის მართლა რა. დედა მერაბა მოიგო და დღეს უნდა აღვნიშნო ბიჭებმა. მე იქ თებშები სტუმრებისთვის არის? გვაქვს რამე სხვა თებშები? წავედით. აი შვილო ეს არის სტუმრების. კი მაგრამ ეს თუ კონდა რატო არ მითხარი აქამდე? რატო რომ დაგეტეხათ ხო შენ და შენ ძმაკაცებს? ხო მოდი ეკიცა. რა? მოდი
მოდი კარპუში წადი უნდა დაგიწერო დღეს სტუმრები გვეყოლება და წამოიღი რაღაცა. წადი რა დედა, აი ხა სტუმრები, კიდე სტუმრები, თან ეხა მაგარი მეზარება შენ თავს მიცავ რა არ მინდა რა ხვალე რა. აი, კაი ბაბრი, ეხა დაგირეკავე, შენი ძმა კაცები და არაფერი აღარ დაგესარი. კარგი, ეგ რა შუაშია რა, ლიჟბე რაღაცა. ეს რაღაცა სუსტად ვარ, სუსტად თავი მტკივა და რამის ხო არ დამალები. სუსტად ახარ, ეხა მეგობრებთან ერთად რო იყო, შენ მაშინ სუსტად არ იქნები. ჩემთან რო ხარ სუსტად. რა შუაშია ეგ ადამიანი ხო შეგიძლია სუსტად ვარ ხო რამე წამალი არ ვაფშე აღარაფერი აღარ. წავედი მე კამ ბიჭები მეულდებია და სადა ბიჭები მეულდები სად მიდო. ეხა სუსტად არ იყო. ხო, ვიყავი აღარა ვარ და გეხოჭები. გამარჯობა, მე ბარგაბონია, მე მეკებიასე. ზესტაფონი. ჰა? ზესტაფონი. ბიჭო. ჯორჯია ზესტაფონი. ზესტაფონი. გამარჯობა. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. გამარჯობა. სუპისოუსი გადი მოუსი. სუპისოუსი გადი მოუსი. სუპისოუსი გადი მოუსი. ვინმე სულ თოჯინები რატომ ხდება? სულ რა მეწესიერია მოდი რა. მოდი პატარა. თქვენ მოხდით ჯოჯოხეთში. არა უშავს, ლილოს ბაზრობას ყველაფერი ზუსტად მასეა. Baby, I need to know. რა ჯანდაბა საკეთე. TikTok-ი არის რა არის? ანუ აქ როგორც ხვდები, ცოტათი აბიჯის თემაა ხო? ჩამოხდი თუ არა, ეგრევე ყველას კლავთ. კარგი, დარწმუნებული ვარ, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი უნდა იყოს სადღაც აქ. პარლამენტის არ გადმოიტანდა ეს? ლუციფერი ზუსტად ისე თუ არ გამოიყურება, როგორც სერიალში. ჯობს რო გაიგზეთ. მეგობრებო, თათიამ ჩამომიტანა საჩუქარი ავსტრიიდან და ერთად ვნახოთ თუ რა არის. აი მე სპილოები, ხალხო მე რომ მიყვარს სპილოები. რატო შეწყვდი? ერთად მოსა. დარი, ერთად. ანუ, აქ კიდე და ვითომ ავსტრიიდან ჩამოვიდა. არა. უბრალოდ. ლარი რატო აწერი ამას? არა, იცი ეს ეთყობა დათა მიაკრან რა. просто ძალიან მაგარი გატეხილში ვარ რა. ბიჭო, არა, მართლა იქიდან ჩამოვიტანე. გეტყვე? ოკეი, ამ შეიძლება შენ ხსაჩქარი გამიკეთე და გამოგივიდა. ეგ ეთყობა ბავშვმა მიაკრა. ხალხო სპილოები ჩამომიტანა, მე ხო ძალიან მიყვარს. მეგობრებო, ვინც არის იცით სპილოების კოლექცია მაქვს, ვაგროვებ სპილოებს, პარაქის არის და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ. ზეკარის ქუჩა 37, ლოტკინი ზეკარის ქუჩა 37 და სპილოებს ველოდები. გარეთ დაალაგეთ, გარეთ. აიღებს და შევა. თქვენი დანახვაც არ მინდა უბრალოდ. ხო, შაბათი ახალი კვირა იწყება. აბა თქვენ იცით. გაუძელით. ყვა ძმობას გაფიცებ, დიღომში გამიყვანე რა, ბენზის გისხა 100-იანი. წამო პროსტა ანუ მართლა არა მაგ ბენზინი. აი, როდის არ ჩამისხია ეხლა? არასოდეს, როდის ეხლა ჩაგისხამ, დავაი, წავედით. ეგ არის, ყვა წავედით. წავედით. აუ ბიჭო, ბენზინი საწავიდა ეს. ბენზინი არა, ყვა, როდის იყო შეჭება ბენზის გისხამდი. რჩევები ნაწილი პირველი. თუ იმე გეტყვით რომ ახინჯი ხართ, უბრალოდ არ მოусმინოთ. არა, განაეხა მახინჯი არა, უბრალოდ არ მოусმინოთ, აი კარი. მე პირადად არ უსმენ ხოლმე და არც მეწუხებს. ვალეტი თუ ტუალეტი, რომელია სწორი კომენტარებში დაწერეთ და ერთმანეთს შეუსწორეთ. ბისკვიტი, ძმობას გაფიცებ, მაგრად მშია და წამო რამე ვჭამოთ რა, აი კაი შაურმა გადავირტყათ ზურგზე რა. არა, ყვაჯ რა შაურმა რა, დიეტაზე ვარ, შენ ძმობას ვიცავარ. მაკი მაინც ვჭამოთ, ეხა მაკზე არ მითხრა უარე. არა, ყვაჯ, არც შაურმა, არც მაკი ვარ, სწორ კვებაზე და ნუღა შემოვთავაზებ ეგ საჭმელებს გეუნდები რა. გამარჯობა, ერთი ლობიანი მომეცით, ერთი არა, 3 ლობიანი მომეცით და ეს გადამიკეთეთ და ერთ პარკში ჩამიდეთ თუ შეიძლება რა. რასაკეთე, ბიჭო? რასაკეთე, ეს არის შენი ჯანსაღიკვება? შენ გამო მაკის ნაცვლად სოუზი ვჭამე სახში, შენ ნორმალური თუ ხარ ბიჭო, ჰა? რა ქენი ბისკვით მოამზადე საბაკალავრო ნამუშევარი? რა საბაკალავრო ნამუშევარი მოამზადე, აგერ დავითა საუტან ორნახა და ჭაჭა და ისე მაგრა დამიწეს მაგ ყველაფერს რომ რავი. რა დავითა ბიჭო? მე ლიჩნად მიმართე შთაგონებას და იმენა ვიცი რომ ბიჭები ყველაფერს 100-იანზე გააკეთე. აი რა გეუბნები დავითაზე, მაგრად მაგას ვერავინ ვერ გააკეთებ, შენ ძმობას ვიცავ. აი. ხო ჩავაბარე აბა რა ვქენი, შთაგონება ყველაფერი 100-იანზე შეასრულა. აი, просто ტიპი რა ნაგლი არის, შენ ძმობას ვიცავ, რა ნაგლი არის, ორნახა და ვერ ვსვა, მოდა ტიპ არ დამიწერა ნორმალურადო.
ჩავიჭერი შეჩემა. აი ხო გითხარი არა შთაგონებას მიმართე მეთქი. ჩაუქნა წამიყვანე უკრიბაში გამომაგდე სახილნა შეჩემა. აუ რა შევიდა თუნა სათხარ. ფორმატ ფიჩი მოვედი ბიჭო სავარჯიშოთ მე ხო ვარჯიში დავიწყე. და ტრენერი ვინ არის? ვიღაც თაკო არ ვიცი ინსტაგრამზე ვწერდი არც სამთვალიერებია. ალო Давай, хватка бичок и ворчиш, сам треши мене გამოგძეწავ, გამოგაშო, გამოგდი. Давай ворчиш. Давай. ბიჭო ძმობას გაფიცებ რამე ვჭამოთ რა მაგრად მშია ეს კაი შაურმა გადავდიხარ ზურგზე რა არა შაურმა შენ ძმობას ვიცავარ დღეიდან კაცრ დიეტაზე და ჯანსაღყვებაზე ვარ შენ ძმობას ვიცავარ კაი მაკი მაინც ვჭამოთ ბიჭო შაურმაზე უარს მაკზე უარს უიტყვი ახლა აკმაч დღეიდან ვარ მე სწორ კვებაზე არანაირი მაკები შაურმები და ტკბილეული და ასე შემდეგ აღარც შემომთავაზო არასდროს ეგეთ რაღაცა გამარჯობა ერთი ლობიანი მომეცი ერთი არა სამი ლობიანი მომეცი და ეს გადამიკეთე და ერთ პარკში ჩამიდე თუ შეიძლება რა რასაკეთებ ბიჭო რასაკეთებ ეს არის შენი ჯანსაღი კვება შენ გამო მაკის ნაცვლად სოუზი ვჭამე სახში შენ ნორმალური თუ ხარ ბიჭო ჰა დიახ ბატონო გოგი როგორც თქვენ იტყვით ისე იქნება ყველაფერი გაარგით ხო და რას გეუნებოდი ფული ადამიანს ცulis ხო საერთოდ არ ცulis ფული ადამიანს აი საერთოდ აი არანაირი ხა მე რო შენ ფული მოგწე არ შეიძლება საერთოდ აი არანაირი რა აი საერთოდ აჰა ავიღე ფული აი რა შევიცვალე რამე ვქენი აი არ შეიძლება ესეც შემია დი შემია ჩუქნი აი всё ჩვეულებრივად აჰა არ იცვლებ ხო არა იგივენაირი ბისკვიტა ვარ შენ ძმობას აი ესეც ესეც ჩემი არ და სულ ჩემი იქნება. სულ შენი არის და არ იცვლებ. საერთოდ არ შევცვლი. საერთოდ იგივენაირი ბისკვიტი. ხო გოგი. წერა ხომ მოვაგვარე და მუღამაწუხე რა არ მაქვს რა შენი ნერვები რა გიხვეწები რა. შენ რას მიზიხარ, რას მიყვე? დავაი ხო დაახვია რა კოკა-კოლა იგე. დავაი. მას ლუკას ტელეფონი აქვს. 5 ლარი მომე და ხოლმე დაგიბრუნებ. ერთს მოვკვიჩავ რა. მართლა არ ვიცოდი. რა 1 მილიონი მოვიგე? ხალხო მილიონი მოვიგე. პრივეტ და როგორ ხარ? არ მოგენატრე? მოდი შევიგდეთ, გეხვეწებით ხო რა. კარგი, შევრიგდეთ. აუ ძალიან მენატრებოდი, მაგრამ ვერ გწერდი. ტელეფონი გაფუჭებული მქონდა. აუ ხო, მეც მაგრამ მენატრებოდი ძალიან, აი მოიცა. ძალიან დიდი ბუდეში შეგვეშალა ის 1 მილიონი თქვენ არ მოგიგიათ. რა? ეს 1 მილიონი მე არ მომიგია, შეეშალათ ვიღაც სხვას მოუგია. ბატონო? მე გადავები? ხო ჩემი შვილი წამოვყანე ექსკურსიაზე რა. მიდიდე მოეფერე ნაზად, მე თორ მიგალეწე ხელები. მოეფერე. კარგად მოეფერე, ფოთლებს შეეხედე. ნაზად. ვინცი და რა ვქნა რა. აუ მე შენი ძმა მომწონს. აუ რა მაგარია, მართლა მოგწონს? აუ რა მაგარია, მომიყევი რაღაცეები. ბიჭო მე შენი და მომწონს. ვინ მოგწონს? შენი და მეთქი. მოდია, შენი და. აუ დედა მშია რა. დაეგ დედა ბორში გაგიკეთე, შეჭამე შვილო. აუ მამა მშია რა. აჰა შვილოში ნასილარი და წადი სანსევოში ბურგერები ჭამე. მამე ხო გითხარი? კაია მამე? აუ შაურ, მა იმენა დედამ ხო იმე თავში ბორში ხო ტვინი წაიღო და ედე კაი სანსევაში გამიშვიდო. მისმინეთ ეხა მე უკვე 13 წლის ვარ და უკვე ჩემით მივიღებ გადაწყვეტილებებს. მინდა ცალკე გადავალ საცხოვრებლად და რასაც მინდა იმას ვიზავ და მანქანას უნდა მიყიდოთ. აუ დე ბავშვი. ხმა აღარ ამოიღო იცოდე თქვენ გამიმწავეთ ცხოვრება. უკაცრავად აი ისინი მაინტერესებს. უკაცრავად სათვალებზე ფაზაკლება კიდე გაქვთ? ცოტა გაფართოებული ხართ რა მიხო არა გაქვთ. რაღაც უნით გასამშრალო უკაცრავად. გამარჯობა. კოკამა კოქეგე ასანედა. კოკამა კოკენდი ანეა. კოკამა კოენდი ასანეგა. კოკამა კოემე ანდელა. Coco manco hender mi alnena Coco manco que se andela
როცა დედას მაღაზიაში რაღაც დავაბარე და დავავიწყდი. დედა, დორიტოს და კოკაკოლას ვერ წამომიღებ, ფილმს უნდა ვუყურო. კარგი, დედიკო, გიყიდი, რა პრობლემაა? 1 საათში. დაურეკო ერთ ხო არ ავიწყდება. ალო დედა, ხო არ გავიწყდება ეს დაგაბარე? არა, კაცო, რა მავიწყდება, ვიყიდე. მოვედი. დედა, მომიტანე ხო? ვაიმე. აუ, სულ დამავიწყდა. თან ეხლა ყველა მაღაზია დაკეტილი იქნება 12 საათია. არა უშავს, დე ხვალ გიყიდი, მოდიშ დამავიწყდა, არა უშავს. აუ დედა, კარგი რა, ფილმი ჩართული მქონდა თან. ამ ვიდეოს ცხვირით ვინც დაალაიქებს, ჩემგან საჩუქრად მიიღებს ძალიან მაგარ პრიზს. ამას გაიგებთ ვიდეოს ბოლოს. აუცილებლად გამომიწერეთ და ცხვირით დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამოწერილი უნდა თქვა. აბა ვინ შეძლებს და დამიტოვეთ კომენტარებში ვინ დაალაიქა ცხვირით ეს ვიდეო.